ახალგაზრდული ცენტრის მოსწავლეებმა ქალაქის ტერიტორიაზე იქ, სადაც ქვეითთა გადასასვლელებია, სპეციალური საღებავი წარწერების ზებრა გააკეთეს. მოზარდებმა აქციაში ფეხით მოსიარულეებთან ერთად ძღოლების ჩაბმაც გადაწყვიტეს. თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ უკანასკნელთა უმეტესობა ეგრეთ წოდებულ ზებრებს არ ცნობს და საგზაო წესებს არ ემორჩილება. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანი იყო, რომ ფეხით მოსიარულეებისთვის და მძღოლებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ ფეხით მოსიარულეები უნდა გადასულიყვნენ ზებრაზე, ხოლო მძღოლებს უნდა დაეთმოთ გზა ფეხით მოსიარულეებისთვის, როდესაც ისინი გადავლენ ზებრაზე და ზოგადად უნდა დაიცვან საგზაო ნიშნები. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქალაქში არსებობდეს ზებრა და მოქალაქეები იცავდნენ საგზაო ნიშნებს. აქცია მიმართულია არა მხოლოდ მძღოლებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე არის მიმართული მთავრობისკენ, რომ ყურადღება მიაქციონ, რომ უკვე გადაიშალა ის რაც დახაზეს რამდენიმე ხნის წინ და გასაახლებელია. ვერ გეტყვით, რომ ეს აუცილებლად უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა წესი დაიცავს, თუმცა ეს ინფორმაცია მაინც ექნებათ, რომ ამ ადგილას აუცილებელია რომ დაიცვა და წესი და ამ ადგილას უნდა გადახვიდე და გააქვს უფლება, რომ მოითხოვოთ აგითმან გზა. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან არსებულმა ახალგაზრდულმა ცენტრმა აქცია პროექტის ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში გამართა.